დაცვა ისე ტყუილად გავუშვი გოგო ხელიდან რა მე კი არა თვითონ გამიშვა ერთი ჩემებმა რომ ნახეს ყველა იმასო იძახოდა რომ ბიჭი ჯობია ძმაო ხო ეხლა გაჩერდი რა თავს ნოიმართლე ტყუილად არ ხარ მართალი უყავით რა ბატონო რა შაბა მონატაცებ გოგოს ხო არ მოიყვანდი ცოლად ერთი როდის უნდა შეუშვა მაგ დებილ თავში რა ის გოგო მოიტაცეს შენ მე კი არა ჩემმა ძმაკაცებმა მოიტაცეს რა მნიშვნელობა შენი გულისთვის ხო მოიტაცეს რავი აბა ბავშვობაში მასწავლდნენ რომ მონატაცები გოგო არ მოიყვანო ცოლათო ის კი არ უთქვიათ რომ შენი მოტაცებული მოიყვანე თუ არაო მაგრამ თუ გინდა ბებიაჩემ დაურეკავ და მკითხავ გინდა კაი თავი დამანები რა დაცვა შენ რაღაც ძალიან შემოიჩვი ამ ოთახს და აბა ეხა დაბრუნდე შენ პოსტზე წამოდექით მისი უდიდებულესობა მობრძანდება იმის უდიდებულესობა რა ვიცი მე ასე მითხრა საქართველოს მეფე ვარ ლუდოვიკო პირველი კაპანაზეო და შედი და უთხარიო რომ ქედი მოიხარონო და რა უნდა მის უდიდებულესობას რავი მგონი რეკლამა უნდა რომ შემოვა თვითონ დაგელაპარაკებათ კარგი მიდი დაუზახი მიდი მეფე მობრძანდება გამარჯობა ქართველნო გამარჯობა დამძანდით ტახტრევანზე მეფეო ყველა საბუთი წესრიგში მაქვს უბრალოდ ერთი პირობა წერია შეგინთ რომ ცოლი უნდა მოიყვანო და გადმოვა შენს საკუთრებაშიო მოვიღავ ცოლს და მაშინვე თურქეთის სანაპირო ანუ ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ეგ მომწონს მე ჩვენი საკუთრება გახდება მერე შევალ აზერბაიჯანში თუ მთელი აზერბაიჯანი დაგვნებ და ხომ კარგი თუ არა და ნავთობის საბადოებს წამოვიღებთ და საინგილოს დავიბრუნებთ კიდევ რა შეიძლება ყველაფერი როგორ უნდა მოახერხოთ იცი რომ მაინტერესებს შეწყვიტეთ მეფის სიტყვებში ეჭვის შეტანა შეწყვიტეთ დამარცხებული რიტორიკა მაგარია დედამთავარი იქნები კი ვიქნები მაშინ წადი რჩეული ვაჟკაცების შეკრიბე და დაუკლარჯეთი დააბრუნე ახლავე დიახ შეიძლება წავიდე ხალბატონო ნატა დაეგდე ბატონო უბრალოდ მეფე დამიძახი გასავედეთ ხო რა გინდა რა შენი საქმე საწავალ და წამოვალ ასადაც არ წამოვალ რა კარადა მე უნდა გადამატანინო კარადა კაცო მუშებს გადაატანინე გული მუთაკაშია ხო და აღარ დამირეკო მეთქი რა SMS გამომიგზავნე გიჟი ხარ შენ ვიღაცა ხარ კაცო გაცრავად სად გავჩერდი დედოფალიო აჰა დედოფალი ჩემი ცოლი ანუ საქართველოს დედოფალი უნდა იყოს ნამდვილი ქართული სულისა და გარეგნობის ადამიანი მან უნდა აღმიზარდოს 10 ვაჟკაცი მტერს უნდა დახტეს ხმლით და მოყარეს უნდა დახტეს ღვინით სავსე თასით ამავდროულად უნდა მოასწროს სადილის გაკეთება რა თქმა უნდა რამე ქართული წვნიანის მეორე მხრივ დედოფალი უნდა იყოს მაღალი ქერათმიანი სამი ზომო მკერდი საკმარისი იქნება და აგრეთვე უნდა იყოს სექსუალური და უკომპლექსო დედოფალი მიყვარს კარგი ეს ყველაფერი გასაგებია ხო რამდენ ხანში იქნება როგორ მოხდება ხა ეს ამბავი აფხაზეთის საჩქაროა თუ იყოს ერთი ორი კვირა კიდე იცით რა ამოიფრია საჩი დროზე ხელი გავიშვიდიო ცო სად უნდა წამოვიდე როცა მე საქართველოს ჯურღმული და უნდა მოვიყვანო მე ამ უბედურის ცოლი ვარ ხელი გავიშვიდ მეთქი კიდევ ერთხელ მიმეორებ მე საქართველოს ჯურღმული და უნდა მოვათრიო და სახლში უნდა წავიდე არა იმ დროს როდესაც დავით აღმაშენებლის გაშენებულ ტყეებს ვიკაფავენ იმ დროს როდესაც თავარ მეფის გაყვანილ მდინარეებს იჯარით გასცემენ მე არაშოთ პურა პალატის ხალბავალი სახლში უნდა წავიდე არა